უნდა გადავინაცვლოთ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც გიორგი კვიჟინაძე იმყოფება, ჩვენი ჟურნალისტი, შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ალექსი ახვლედიანის ხდომა მიმდინარეობს. იქ გიორგი მოგუყვევი რა ხდება და გააკეთა თუ არა მან განცხადება. კეთი მას შემდეგ რაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობასა და ეს იყო პირველი განცხადება ალექსი ახვლედიანის და ვრცელი კომენტარი რომელიც მან მედიას მისცა ალექსი ახვლედიანმა გაიხსენა დეტალურად ის დღე თუ როგორ განვითარდა ვითარება და სიტუაცია მის საცხოვრებელ სახლში საგარეჯოში ალექსი ახვლედიანი ყვება რომ დაახლოებით შუა დღეს 5 საათზე დაურეკა მან მას თორნიკე რიჟვაძემ და უთხრა რომ შეკრებილი იყვნენ მასთან საცხოვრებელ სახლში საგარეჯოში ამის შემდეგ როგორც ყვება ახვლედიანი სუფრა იყო გაშლილი და როდესაც სტუმრები წავიდნენ მათ შორის იქ იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძის მამა ის მანაც დატოვა ახვლედიანის საცხოვრებელი სახლი იქ დარჩა მხოლოდ თორნიკე რიჟვაძე ამის შემდეგ ის ყვება რომ შევიდა საპირფარეშოში ხელების დასაბანად რა დროსაც თორნიკე რიჟვაძისგან შემოვიდა სატელეფონო ზარი თუმცა ხმას არ იღებდა თორნიკე რიჟვაძე მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე გადაურეკა თავად ალექსი ახვლედიანმაც ამის შემდეგ ის როდესაც მივიდა უკვე იმ ფანჩატურში სადაც სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობასა და დახვდა რომ თორნიკე რიჟვაძე იყო დაჭრილი სწორედ ამის შემდეგ უკვე ალექსი ახვლედიანმა გადაიყვანა ის კლინიკაში ეს რაც შეეხება იმ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ასევე ის გვიმტკიცებს რომ თორნიკე რიჟვაძეს არ ქონია არანაირი საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ ვინმეს მხრიდან მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა ქართული ოცნებიდან ასევე არ უსაუბრიათ იმ დღეს რაიმე სახის ზეწოლაზე ოჯახის წევრებთან დაკავშირებითაც ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ იქამდე სანამ თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობას შეეცდებოდა მანამდე მისი მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყავდათ დაკითხვაზე რაზეც ალექსი ახვლედიანმა განაცხადა რომ მას მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია და იცის ის რომ რიჟვაძის მამა დაკითხვაზე საერთოდ არ ყოფილა სხვა დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ზედაპირული პასუხები შემოიფარგლა ალექსი ახვლედიანი მათ შორის გვიმტკიცებდა იმას რომ საზოგადოების ზეწოლის ფონზე მიიღო სავარაუდოდ თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვეტილება რომ თვითმკვლელობა ეცადა რადგანაც ალექსი ახვლედიანის თქმით თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში დაწერილ თითოეულ კომენტარსაც კითხულობდა ეს მასზე ცუდად მოქმედებდა და ის არ გამორიცხავს რომ სწორედ აი ამ მოქალაქეების და ადამიანების Facebook-ზე დაწერილი კომენტარების გამო შეიძლებოდა ეცადა თვითმკვლელობა თორნიკე რიჟვაძეს ახლა მოусმინოთ ალექსი ახვლედიანის პირველ კომენტარს მას შემდეგ რაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობას სცადა ის არის გადაურეკე არა ხმა არ გამცა გადაურეკე და აღარ იღებდა და რო არ იღებდა გამოვედი ინსტინქტურად რომ რა ხდება რა და ნუ მე თქვენ გასროლის ხმა არ გაგიგო არა ეს ძალიან შორს გონზე იყო თუ არ იყო არა გონზე არ იყო მე ურჩევდი რომ ეგება ეთხოვა პრემიერისთვის რომ ბრიტანეთის მაგივრად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად იმიტომ რომ იცით მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მქონდა ორივეს ძალიან თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ძალიან ბევრი სამეგრობრო ყავს თან კომუნიკაცია არის საკმაოდ შეზღუდული ოჯახის წევრებისთვისაც იმიტომ რომ როგორც მე მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ ისეთი მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა ხოლო ცოტა ხნით ბავშვებს აქვს შესulis უფლება ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს ძალოვნებს არანაირი ძალოვანთან შეხება არ ქონია იქ იყო ხო სოციალურ ქსელში 1000-ნაირი ადამიანის 1000-ნაირი საერთოდ შეხება რო არ ქონია თორნიკესთან რაშუაში ხალხმა ადამიანებმა ვინც საზოგადოებამ ხდებით ზოგადად რაშუაშია ადამიანი დაკითხვაზეც არ ყოფილა თქვენ გაგიგიათ რომ შეგიძლიათ გადაწყვეტი პასრომ აკეთებდა რაც მე ვიცი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ბატონი დავით რიჟვაძე არასდროს არ ყოფილა დაკითხვაზე
ალექსი ახვლედიანი ამტკიცებს იმასაც, რომ თორნიკე რიჟვაძეს ბოლო 1 წლის წელიწად ნახევრის განმავლობაში ჰქონდა სურვილი, რომ დაეტოვებინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა და მისი სურვილი იყო, რომ დიპლომატიური მიმართულებით წასულიყო და დიპლომატიის მიმართულებით გაეგრძელებინა კარიერა. ამ მიმართულებით ჰქონდა მას შეთავაზება, უпростоრეთ მან შესთავაზა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ბრიტანეთში ელჩის კანდიდატურა არის ვაკანტური, შესაბამისად დათანხმდა პრემიერ-მინისტრი, ასე გვეუბნება ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძეს და გადაწყვეტილი იყო, რომ სწორედ თორნიკე რიჟვაძე უნდა გაემწესებინათ ბრიტანეთში ელჩად, თუმცა როგორც შემდგომში განვითარდა მოვლენები, ვნახეთ, რომ ალექსი ახვლედიანის საცხოვრებელ სახლში თვითმკვლელობასა და თორნიკე რიჟვაძემ ასევე საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე თავისუფლად გადაადგილდებოდა საზღვარგარეთ და ეს კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ამ ფონზე ყოფილიყო მასზე ქართული ოცნების მხრიდან რაიმე სახის ეწოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნებოდა შესაძლებლობა საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების. ასევე რაც შეეხება თავად საქმეს, რომელიც აღზრულია ალექსი ახვლედიანის წინააღმდეგ, დღეს ადვოკატი და თავად ალექსი ახვლედიანი მოითხოვე, რომ შეწყდეს სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება, რადგანაც დაუდევრად იარაღის შენახვა ვერ ჩაითვლება, როდესაც დახურულ კარს მიღმა ჰქონდა მას ჩანთაში ცეცხლსასროლი იარაღი. ვნახოთ, როგორ განვითარდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვითარება. არ არის გამორიცხული, რომ ნამდვილად შეწყვიტონ ალექსი ახვლედიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა.